მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ ვნახოთ დღეს თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით. გაშლა გვექნება სულ ორ ვარიანტიანი და მოდით დავარიგებ ვარიანტებს, ხო? რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით. პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლა დავამატებთ. მოდით პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი იყოს აი ეს ქვა. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მეტად მორგებული თქვენზე. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. ენერგიების დაბალანსების მიზნით გთხოვთ მოიწონოთ ეს პოსტი და დავიწყოთ, ხო? პირველი ვარიანტი, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი თასების ათიანი. როგორც ჩანს ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება საკმაოდ ბევრი შთაბეჭდილებებით, ბევრი ემოციებით აღსავსე. სხვათა შორის ამას მე ხედავ თასების ათიანში როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად პოზიტიურ კონტექსტში. ანუ უფრო მეტად აქ მოდის პოზიტიური ენერგიები, ასე ვთქვათ, დადებითი ემოციებით დამუხტვა, ახალი შთაგონებები, ახალი მუზა, განსაკუთრებით ეს აქტუალური იქნება, რა თქმა უნდა, ხელოვანი ადამიანებისთვის. და ვამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით. ვნახოთ, აბა არკანი კვერთხების პაჟი, პენტაკლების რაინდი, ვარსკვლავი, ხმლების შვიდიანი და არკანი კვერთხების რაინდი. შეხედეთ მეგობრებო, აქ აშკარად იგრძნობა გარკვეული შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება და მეგობრებო, ახლა მე მინდა განვიხილო ასეთი საკმაოდ საინტერესო საკითხი. მესმის რომ ყველა ადამიანს აქვს ძალიან განსხვავებული მსოფლმხედველობა, განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ვიყოთ გულსრფელები და გახსნილები, ხო? და ნახეთ, აქ ძალიან ინტენსიურად იგრძნობა სექსუალური ენერგია. სექსუალური ენერგია არის შემოქმედებითი ენერგია, იმიტომ რომ სექსუალური ენერგიით იწყება აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში, პირველ რიგში აქ ლიბიდო გექნებათ გაძლიერებული, პირდაპირ გეტყვით და შეხედეთ ორი არკანი თავისით ამოხდა, არკანი კვერთხების ოთხიანი და არკანი სამყარო, მათაც აუცილებლად წავიკითხავ თქვენთვის. და ნახეთ, პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ლიბიდო იგრძნობა, ძალიან გაძლიერებული, გამძლავრებული. თუმცა ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, მეგობრებო, და ასევე, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, შემოქმედებითი ენერგია მოდის ძალიან ინტენსიურად. აქ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარ აზრებთან, საკუთარ ფიქრებთან, შემოქმედებით ენერგიასთან. გავიმეორებ, რომ განსაკუთრებით აქტუალური არის ეს ხელოვანი ადამიანებისთვის, ხო, ვინც არის კავშირში ხელოვნებასთან, ხატვასთან, ძერწვასთან, ცეკვასთან, არ აქვს მნიშვნელობა რასთან. და შეხედეთ, როგორ უნდა გამოუშვოთ თქვენი შემოქმედებითი ენერგია, ხო? პირველ რიგში ლოგიკურია შემოქმედების მეშვეობით შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი თავი, არ ვიცი, იმღერეთ, იცეკვეთ. სხვათა შორის აქ ფიზიკური აქტიურობებიც ძალიან კარგი იქნება თქვენთვის პირველი ვარიანტი. ამ ერთი კვირის განმავლობაში ელემენტარული სიარული, ხო? თუ თქვენ დაუშვათ დიდად სპორტული ადამიანები არ მყავხართ, ხო? თუმცა სპორტიც, სიარულიც, ცეკვაც გავიმეორებ, ასეთი ფიზიკური აქტიურობები ძალიან კარგი იქნება თქვენთვის და დაგეხმარებათ ამ ენერგიისთვის სწორი მიმართულების გაცემაში. და რა თქმა უნდა, თუ თქვენ გაქვთ იმის სურვილი, რომ ხატოთ, ხატეთ, თუ გაქვთ იმის სურვილი, რომ უბრალოდ დაწეროთ რაღაც თქვენი სურვილები ან აზრები, ესეც აუცილებლად გააკეთეთ, იმიტომ რომ ეს ყოველივე გახლავთ შემოქმედებითი ენერგია, რომლის პოტენციალსაც შეიძლება ამ ერთი კვირის განმავლობაში ბოლომდე ვერ ხვდებოდეთ, ბოლომდე ვერ აღიქვავდეთ სწორად, მაგრამ დამიჯერეთ მომავალში თქვენ ნამდვილად არ ინანებთ იმას, რომ გააკეთეთ ჩანაწერები, რომ გამოხატეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ შემდგომ ეს თქვენს რეალობაზე ასეთი პეპლის ეფექტით ძალიან დადებითად იმოქმედებს. იმიტომ რომ შეხედეთ არკანი ვარსკვლავი პირადად ჩემთვის, როდესაც ვუყურებ ამ არკანს, ასოცირდება ისეთ ცხოვრებისეულ მომენტებთან, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ვქმნით,
ხომ გამოხატავთ საკუთარ შემოქმედებით ენერგიებს და ბოლომდე შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეთ, ვერ ვიაზრებდეთ თუ რატომ ვაკეთებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად და ასე შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ შემდგომ ეს თამაშობს ასეთი პეპლის უძლიერეს ეფექტს. გარდა ამისა, აქ თქვენთვის მოდის გაფრთხილება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ ადამიანებთან კომუნიკაციაში ცოტა ფრთხილად იყავით, ცოტა დააკვირდით, ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს ირგვლივ, ინტენსიურად იგრძნობა სხვადასხვანაირი ენერგოინფორმაციული სტრუქტურის მქონე ადამიანები და რა თქმა უნდა აქ იქნებიან გარკვეული პარაზიტებიც. პარაზიტებიც ავითვალით მაცქერალი ადამიანებიც, რაღა დაგიმალოთ, ხო? და იცით, თვალი არის ისეთი რაღაც, რასაც შეიძლება ადამიანი ბოლომდე ვერ აკონტროლებდეს. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს ოდნავადაც თქვენთან მიმართებაში რაღაც ნეგატიური განზრახვები, მაგრამ მაინც ესეთი თვალი მოდიოდეს მისგან, ხო? უბრალოდ ამას ვერ აკონტროლებდეს ადამიანი. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ თქვენი მიზნები და თქვენი სურვილები მესმის რომ ძალიან გინდათ რომ გაუზიაროთ ვიღაცას, ძალიან გინდათ რომ არ ვიცი მეგობრებს ვიღაცას აზრი გკითხოთ, როდესაც ჩვენ რაღაცით ვართ შთაგონებულები გვინდა რომ ვიყვიროთ, ხო, რომ აი მე ასეთი ბედნიერი ვარ, მე ასეთი გეგმა მაქვს, ან ისეთი გეგმა მაქვს, ხო? მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას, შეინახეთ თქვენთვის, შეგიძლიათ მაქსიმუმ ჩამოწეროთ საკუთარი თავისთვის რაღაც თქვენი მიზნები და გეგმები, იმიტომ რომ ნუ ჩაწერას ნამდვილად არაფერი არ უჭირს, პირიქით, ძალიან კარგად იმოქმედებს ეს თქვენზე, ხოლო ვიღაცას თუ ეტყვით, ეს ავტომატურად იმას რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაინგრევა და დაიმსხვრევა, მაგრამ თქვენს ადგილას ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად ვიფრთხილებდი ინფორმაციის გაზიარებასთან. მათ შორის ფრთხილად იყავით ენერგეტიკულ ქურდებთანაც, კარგად ეცადეთ რომ გაფილტროთ თქვენი სივრცე, სანამ ვიღაცას რაღაცას გაუზიარებთ, იქნება ეს რაღაც კარგი თუ რაღაც ნეგატიური, იმიტომ რომ კარგი გასაგებია, ხო? ნუ თვალი შეიძლება ეცეს და ასე შემდეგ, ხოლო ნეგატიური შესაძლოა, ნუ ნეგატივზეც შეიძლება რომ ეცეს, ხო? და სიტუაცია გაუარესდეს, მაგრამ ასევე ნეგატივის კუთხით აქ შესაძლოა ადამიანმა, კონკრეტულმა ადამიანმა ან ადამიანებმა ისარგებლონ თქვენი სუსტი წერტილებით. ხვდებით, ხო? ამიტომაც ამ კუთხით იყავით ფრთხილად პირველი ვარიანტი. სულ ეს არის და მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ნახოთ აბა. და სიგნიფიკატორად ჩვენთან აქ ამოვიდა თასების დედოფალი. შეხედეთ თასების ათიანი და თასების დედოფალი. როგორც ჩანს, თასების კვირა გვაქვს, ემოციური კვირა გვაქვს აბსოლუტურად ყველას. ძალიან ბევრი ემოციები იგრძნობა, ძალიან ბევრი სიყვარული იგრძნობა, სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. და მეგობრებო, შეხედეთ რისი თქმა მინდა თქვენთვის მეორე ვარიანტი კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე. ნუ პირველ რიგში ქალბატონებო თქვენ აქ ინტუიცია გექნებათ მაქსიმალურად გაძლიერებული, ამიტომაც მოусმინეთ მას, მეტი მოусმინეთ მუსიკას, სიმღერებს თქვენთვის სასურველს, ხო? ჰერცებსაც შეგიძლიათ მოусმინოთ, ესე ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, მით უმეტეს შესაბამის ჰერცებს თუ იპოვით. ასევე აქ ძალიან კარგი იქნება ნებისმიერი სახის პრაქტიკები, რაც არის კავშირში ტრანსთან, მედიტაციასთან, მუსიკასთან, ხო? იმიტომ რომ უშუალოდ ბგერის ენერგიები მოდის, მეგობრებო, ბგერითი ენერგიები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პატარა ინსტრუმენტი, ან დიდი ინსტრუმენტი, რომელზედაც იცით დაკვრა, ამ ერთი კვირის განმავლობაში გირჩევდით, რომ უფრო ხშირად დაუკრათ და ნახეთ, მე მაქვს ასეთი ოკარინა. ასეთი ინსტრუმენტი, სასტვენი ინსტრუმენტი გახლავთ. მეც აუცილებლად გავითვალისწინებ მეორე ვარიანტს, რაც ვუთხარი იმას. და კარგი, დავამატოთ მეორე ვარიანტისთვის არკანები. რა ელოდება მეორე ვარიანტს? აბა, 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით. ნახოთ აბა, რა გელოდებათ მეორე ვარიანტი? არკანი კვერთხების მეფე. არკანის სულელი, ნულოვანი არკანი, მეგობრებო. თასების რაინდი, არკანი well, როგორ გადავხვდარგნა, ალბათ კარგი. პენტაკლების 6-იანი. შეხედეთ მეგობრებო, ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ასეთი ტრანსფორმაციული ენერგიებით ახსავსე პერიოდი და ტრანსფორმაციული ენერგიებით ახსავსე რა კუთხით, ხო? პირველ რიგში ემოციური კუთხით მოდის, აქ უმძლავრესი ტრანსფორმაცია და უმძლავრესი ცვლილებები, თითქოს თქვენ აქ ისწავლით
თქვენი ემოციების სწორ განაწილებას, თქვენი ემოციური ინტელექტის სწორ განაწილებას, ასე ვთქვათ, თითქოს თქვენ შეძლებთ რომ გაანალიზოთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტი, რა არის ნაკლებად პრიორიტეტი, ხო? რასში უნდა ჩადოთ მეტი ემოცია და რაში უნდა ჩადოთ ნაკლები ემოცია, იმიტომ რომ ნახეთ მეგობრებო, ჩვენს რეალობაში რაც ხდება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს ემოციებს და ჩვენს ემოციურ მდგომარეობას არ იმსახურებს, ხო? პირველ რიგში, იმიტომ რომ არსებობენ პარაზიტი ადამიანები, რომლებიც იგუებებიან ხოლმე ჩვენი ემოციებით. განსაკუთრებით კარგი მაგალითი არის ამისათვის ისეთი პროვოკატორი ადამიანები, ხო? დაუშვათ, როდესაც არ ვიცი, ვეგეტარიანელების ჯგუფში დაწერენ, რომ აი მე ხორცი მიყვარს ან რაღაცაზე ცისულელეს, ხო? ალბათ გინახავთ ასეთი ეგრეთ წოდებული ტროლი ადამიანები, რომლებიც სხვის ემოციებზე თამაშობენ. ასეთი ადამიანებისგან იქნება გარკვეული პროვოკაციები, გარკვეული სიტუაციებისგანაც კი, თითქოს აქ სამყარო კარგად დაკაკვირდებათ და გადაამოწმებს თქვენ გაიარეთ თუ არა გარკვეული გაკვეთილები, გაიაზრეთ თუ არა სწორად, წამოეგებით თუ არა ისევ კონკრეტულ სცენარებს თქვენს რეალობაში და ნახეთ აქ იქნება თქვენი ემოციური პრიორიტეტების ძალიან სწორი და ძალიან ბეჯითი ესეთი გადაწყობა, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება თქვენთვის, შეიძლება არ იყოს თქვენთვის მთლად მარტივი და მთლად ესეთი გადასარევი, ხო? მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში სამყარო, სიტუაციები დაგანახებთ ძალიან კარგად თუ სად უნდა ჩადოთ თქვენი ენერგია, რას უნდა მიაქციოთ თქვენი ეს ემოციური ყურადღება და ასევე შეხედეთ მეგობრებო, თქვენს რეალობაში შესაძლოა იყვნენ გარკვეული პარაზიტი ადამიანები, რომლებიც თქვენგან ფინანსურ ენერგიას ან ითხოვენ, ან იღებენ, უფრო თითქოს მოთხოვნა ჩანს. ნახეთ, თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული ადამიანი მოვა თხოვნით მასეს ხეო, პირდაპირ გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაასესხოთ. ზოგადად მე არაერთხელ მისაუბრია ჩემს ვიდეოებში, რომ ფულის გასესხება არის ყოველთვის ძალიან ცუდი ფინანსური ენერგიისთვის, მაგრამ აი ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად ყურადღებით იყავით ამ კუთხით. განსაკუთრებით ყურადღებით. კიდევ მინდა რომ დავამატო აქ არკანები მეორე ვარიანტისთვის, რა გელოდებათ აბა ვნახოთ. არკანი პენტაკლების ტუზი, რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები. შეხედეთ ენერგიის განულება, სწორი პრიორიტეტების დაყენება, განაწილება და ახალ ეტაპზე გადასვლა. რაღაც ახალი შანსები მოჩანს ჰორიზონტზე. შესაძლოა ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ მიიღოთ ეს შანსი, მაგრამ ჰორიზონტზე აუცილებლად გამოჩნდება და ეს უშუალოდ იგრძნობა კარიერული და მატერიალური რაღაც ასპექტებით. მაგალითად, აქ შესაძლოა იყოს საჩუქრები, ხო? რატომაც არა. თუმცა უმეტესობასთან აქ ჩანს უფრო რაღაც კარიერული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა დაინახოთ და რომელსაც აუცილებლად უნდა მოკიდოთ ხელები, ჩაჭიდოთ ბრჭყალები. და ნახეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარაზიტებზე არ დახარჯოთ ხო თქვენი ენერგია და თქვენი რესურსი. პირველ რიგში თქვენთვის არის ეს კარგი, ხო? მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ ასევე ვიტყოდი იმას, რომ თუ თქვენ ზედმეტად აყვებით პარაზიტებს და ენერგეტიკულ ვამპირებს, შესაძლოა თქვენი ენერგია უბრალოდ სიცარიელეში წავიდეს იმის მაგივრად, რომ გარკვეულ შანსს მოეკიდოს ხელი. ხვდებით, ხო? სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გიმშვიდობებით, წარმატებები, ბედნიერი ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.